კახეთში, ერთ პატარა სოფელში, რომელიც კახეთის შუაგულში მდებარეობს, ამ სოფელს მირზაანს ეძახიან, სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ პატარა სოფელში, ერთ ღარიბულ ქოხში, 1862 წლის 5 მაისს დაიბადა ადამიანი, რომლის ნახატებმა საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო. ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი, მას იმ პერიოდში ნიკალას, ან ფიროსმანს ეძახდნენ, ჩვენც ასე მოვიხსენიებთ დღემდე. ამ რამოდენიმე წუთიან ვიდეოში მოდით გავიხსენოთ ფიროსმანის ცხოვრების მოკლე ბიოგრაფია და მისი ცხოვრებიდან ის მნიშვნელოვანი დეტალები, რამაც ეს ადამიანი განსაკუთრებულად აქცია. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასე არასდროს გამოგრჩებათ საინტერესო ვიდეოების ნახვა. დასაწყისში ვახსენე 5 მაისი მისი დაბადების თარიღად, თუმცა ფიროსმანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან დოკუმენტები არ მოიპოვება მისი დაბადების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ის 5 აპრილს ან 5 მაისს დაიბადა, ამიტომ მის დაბადების თარიღად დასაწყისში 5 მაისი მოვიხსენიე. როგორც აღვნიშნეთ, ის დაიბადა გლეხის ოჯახში, კახეთში, სოფელ მირზაანში, ახლანდელ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში. ნიკო ფიროსმანი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალნენ. ის და თავის დაიძულებულნი გამხდარან, რომ სოფლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ. ფიროსმანს განათლება არასდროს მიუღია აკადემიურად, მაგრამ შინაგანმა ნიჭმა და მხატვრული გრძნობით ახსავსე სულმა, მას საკუთარი გზა აპოვნინა. პატარა ნიკალა ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, თუმცა სიდუხჭირის გამო არც სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. ფიროსმანი თვითნასწავლი მხატვარი იყო, რომელიც თავისი უნიკალური სტილით და უშუალო, გულწრფელი ნამუშევრებით გახდა ცნობილი. ნიკო ფიროსმანის სამუშაო ადგილები მრავალფეროვანი იყო. 1880-იან წლებში ნიკო ფიროსმანს ასევე თვითნასწავლ გიგო ზაზიაშვილთან ერთად გაუხსნია ფერწერის სახელოსნო და აბრების დამზადებებზე მუშაობდნენ. ფიროსმანი ძირითადად მუშაობდა როგორც ხელოსანი, ხატავდა ღვინის სარდაფების, დუქნების და მაღაზიების აბრებს, ასევე ამშვენებდა კედლებს ფერწერული კომპოზიციებით. შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა თბილისის რკინიგზის სადგურზე, კონდუქტორად და სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე. შემდეგ ფლობდა პატარა დუქანს და ღვინის სარდაფს, სადაც თავადაც ემსახურებოდა კლიენტებს. შენ ხომ გიყვარს თბილი თაფლი? წაიღე დედი, წაიღე, რაც გინდა წაიღე. შენი თედო ჩამოვა, განარ ჩამოვა. ცხოვრების ბოლო პერიოდში ფიროსმანი უკიდურესად გაჭირვებული გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობდა. მას მოხეტიალე მხატვრად იცნობდნენ. ნიკალა ყოველდღე გამოვიდოდა, დადიოდა უბნიდან უბანში და ეძებდა დუქნებს თბილისის ძველ უბნებში. ის ძირითადად სასადილოების და დუქნების მეპატრონეებისთვის ხატავდა, მხოლოდ და მხოლოდ საჭმლისა და ერთი ჭიქა ღვინის სანაცვლოდ. საწყენი ის იყო, რომ მისი ნახატებით სხვები ხელს ითბობდნენ. ნიკალას ამაზე ძალიან სწყდებოდა გული. გავყიდე ჩემი ნახატი. გავყიდე ნიკალა, გავყიდე. ერთ რუსტი გადამეკიდა, ეს გავყიდე. აბა რა უნდა მეკ? მისი მთელი ქონება სულ რაღაც 3-4 კვადრატული მეტრი იყო. ისიც კიბის ქვეშ სარდაფში, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. აი ესა ჩემი ოთახი. იქნებ მივთვათ რა. აი პური. წყალი. ახალია, ცივია. იმოდათი რომ არა მაქვს. ნიკალამ სიცოცხლის ბოლომდე უკიდურეს გაჭირვებას თავი ვერ დააღწია. ქართულ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა, გარკვეულ თანხას უგროვებდნენ, რომ შეემსუბუქებინათ მისი ხვედრი. ბატონო ნიკო, აი ეს ფული მხატვრებმა გამოგიგზავნეს. მართალია ბევრი არ არის, მაგრამ ამით შეგიძლიათ ცოტა ხანს იცხოვროთ. იყიდოთ საღებავები და ყველაფერი ასაჭირო მუშაობისათვის. მეწავალ ბატონო ნიკო. ფიროსმანს დიდ ბედნიერებას ანიჭებდა ხატვა. ხატავდა ყველაფერს, რაც მას უყვარდა. ხატავდა იმ სამყაროს, რაც მასში სახლობდა და ფონჯიქთილოზე გადაჰქონდა თავისი გრძნობები. ფიროსმანში ყველაზე მომხიბვლელია ის, რომ მას ყველა იხსენებდა როგორც სიზმარს. შრომით დაღლილი ხალხი, ალკოჰოლით გაბრუებულები დადინჯდებოდნენ ხოლმე, როდესაც საუბარი ჩამოვარდებოდა ნიკალაზე. ყველა ნიკალას მნახველი
ერთხმად მოიხსენიებენ, რომ ის იყო უპატიოსნესი ადამიანი, დამოუკიდებელი, ამაყი და ნიჭის ჟადოქარი. ფიროსმანის ყველა შედევრი დახატულია არყის ან ღვინის ჭიქის ცვლაში. ნიკალა ასე იტყოდა ხოლმე, თუ არ დავლიე ვერ დავხატავო. გათენდებოდა, ნიკალა შევიდოდა დუქანში, მიჯდებოდა იქვე კუთხეში, ამოაწყობდა ფუნჯებს და საღებავებს. მერე დინჯა დამოგხედავდა. მერე ერთ ჭიქა ღვინოს დაისხამდა და დალევდა. მერე ისევ დინჯად წაუსმევდა საღებავს ფუნჯს. შემოგხედავდა თბილი მზერით მსხვილი წარბებიდან და მეორე ჭიქასაც დაისხამდა და დალევდა. ასე იზავდა რამოდენიმეჯერ და სურათიც მზად იყო. ასე იხსენებდნენ მედუქნეები ნიკალას. ის მშვიდი, პატიოსანი და კეთილი ადამიანი იყო. მაგრამ თუ ხატვის დროს ზედმეტად ჩავერეოდით მის საქმეში, გაბრაზდებოდა, გაიქცეოდა და იარაღებსაც იკტოვებდა და შეიძლება თვეები ან წლები იქ აღარ შესულიყო. მე ხო გითხარი, წითელი ხარები გინდა. მას შენ წითელი ხარები გინდა. იცი რაც გეტყვი. შენ ამ საქმის არაფერი გესმის. ვაჭარი ხარ, დახში დადექი და ივაჭე. ფიროსმანის მეგობარი ბეგო, რომელიც ფიროსმანს ფარველობდა და იმ დროს საკმაოდ სახელიანი კაციც იყო გვიყვება. ერთ დღეს გაზაფხულის დილა იყო. ნიკოს მუშამბა ჰქონდა გადაჭიმული და ფუნჯით ხელში მელოდებოდა, რას დავახატვინებდი. იმ დროს ვერსიები თითქმის ამოწურული ჰქონდა, რადგან ყველაფერი დახატული ჰქონდა და ერთ საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი რა დამეხატვინებინა ახლა. ვიფიქრე, ქუჩაში გავალ იქნებ რამე აზრი მომივიდეს თქო. ავდექი და გავედი ქუჩაში, გავიხედე და დავინახე, დაჩარდახებული ურემი თელეთის მყოცავებით. ურემს ვერძი ჰყავდა გამოგმული, უბია წითელი ხარებიც, წითელ ხალათა ბიჭიკი შოლტით ერეკებოდა. ფიროსმანს დაუძახე და უთხარი, ნიკალა ეს სცენა დამიხატე მეთქი. ისიც გამოვიდა და დააცქერდა ურემს, შემდეგ ისევ დუქანში შებრუნდა და ფუნჯს ხელი დასტაცა. მერე ერთხელ კიდევ ამოვიდა და არაკი დამისხე ბეგო. როცა დუქანში შემობრუნდა, არაკი მომთხოვა. ფუნჯზე არ აღსაშველებდა. მეორე დღეს სურათი ჩამაბარა, ჭკუიდან შემშალა, ისე იყო დამსგავსებული. მეორე რაც ბეგოსთვის დაუვიწყარია, ნიკალას პატიოსნებაა. მისი ხელიდან სიკეთე გამოდიოდა, სიავე არა. სუფთა იყო, როგორც პირიდან, ისე ხელიდან, მის პიჯაკს ჯიბი არ უნდოდა. ერთხელ რიყეზე ერთ მიკიტანს დუქანი გამოუხატა. ფული ხელთ არ მისცეს, დაჰკარგავს ან სხვა გამოართმევსო, ისევ მე მომიტანეს გადასაცემად. ნიკალა მინ ფულს ზედაც არ შეხედა. ესეთი კაცი იყო ჩვენი ნიკალაი. ერთხელ კიდე ფრანცუზები მოვიდნენ ნიკალას სანახავად. ნიკოს ნახვის მერე მის სურათებს შემევაჭრნენ, არადა ნიკოს დასტურით მივყიდე. მერე არც ეს ფული აიღო ჩემგან ნიკალამ. ფული რათ მინდაო. მეგო დიდი აღფრთოვანებით იგონებდა იმ 5 წელიწადს, როცა ფიროსმანი მასთან იყო შეკედლებული. არ ვიცი ეს სიამაყე იყო თუ რა დავარქვა, მაგრამ მას მარტოობა უყვარდა. სულ მარტო დაჯდებოდა დუქანშიც, არავის გაიკარებდა. თუ ვინმე ეტყოდა ნიკალა მოდი შემოგვიერთდიო, ან თუ ეტყოდნენ სუფრა მაინც დაგვილოცეო, ერთსად გეგრძელებდა, არ გაეკარებოდა, ადგებოდა და გავიდოდა. ასე იცოდა საწყალმა. მარტო კაცი ჩამაშია ზბრალია. რას დამდურები ხარ ამ ქვეყანას? მოდი ერთი ჭიქაღვინო მაინც დაგვილიე. სუფრა დაგვილოცე მარტო კაცი. დავწკევლე მაინც. გამდაგადარდიანა, რაჭი აგეხვით მაგუ, ვითხარი, გაგვიზიარე, ჩვენს გაცნივად. იქნებ გაგიგოთ რამე. ეგრე მარტო რა გალევს ამ თუთი სოფელს? თქვენს კარგ კამპანიას გაუმოწეს. ნიკალა ბოლო პერიოდში აღარ გამოჩენილა. ამბობდნენ დასავლეთში წავიდაო. მისი ნაცნობი მიკიტნები ამბობდნენ. ბოლო წელიწად ნახევარში ნიკო გაქრა. რამდენჯერ მისი პოვნა დაგჭირდა და ვეღარსად ვიპოვეთო. სიკვდილის წინა კვირებში ისევ გამოჩნდა ნიკალა და თავის კერას ვაგზლის რაიონს დაბრუნებია. მალაკნების ქუჩაზე, სადაც ვინმე აბაშიძისგან იშოვნა პატარა სამუშაო. აქ მოუსწრო საწყალ სიკვდილმაც. თითქმის ნახევრად შიშველი, ჩამოგლეჯილი და უბინაო. ერთი დუქნიდან მეორეში გადადიოდა.
ახლა უკვე აშკარად ემდუროდა ბედს დღემდის გაუტეხელი და ამაყი ნიკალა. მხოლოდ ბოლო დღეებში მიხვდა, რომ უსიხარულოდ მტავრდებოდა მისი ტანჯული სიცოცხლე. არ გამომდის ხვები, უშნოდ გავეჭირე ხელში ამ გაუმაწყარს უთისობას. არც ამ კლაპავს და არც მარჩენს. პიროსმანის უკანასკნელი დღეების მოწმე, მეჩექმე არჩილ მაისურაძე, იხსენებს ნიკალას სიკვდილის ბოლო დღეებს, 1919 წელს, როცა მე ამ სახლების მოურავი ვიყავი. მალაკნის ქუჩაზე 29 ნომერში ნიკალა, აქვე აბაშიძის დუქანში ხატავდა სურათებს. უკანასკნელად მისგანავად გამხდარიყო და თითქმის ნახევრად გონებაზე მყოფი, ბნელ საკუჭნაო სარდაფში დაწოლილი იყო ცილმიწაზე. 2-3 დღის შემდეგ, შემთხვევით ჩავედი სარდაფში და თითქმის წვდიათში წავაწყდი, ვიღაც მწარედ გვნესოდა. შევძახე, ვინ ახარ? მე ვარ, ამოთქვა კვნესით და ხმაზე მაშინვე ვიცანი. მან კი ვეღარ მიცნო, მხოლოდ მძლივს მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქვა. ცუდად გავხდი, რამდენიმე დღეა აქ ვწევარ და ვეღარ ავდექიო. მაშინვე ეტლი მოვიყვანე და რა კი მე არ მეცალა, ეტლში ჩაუსვი ილია ანდრიას ზემგალობლიშვილს და წაიყვანა მიხეილის თუ არამიანცის საავადმყოფოში. ის კი საწყალი დღენახევარში გარდაცვლილიყო. სარდაფი, რომელშიც ნიკალამ ბოლო დღეები გაატარა, საფლავივით ბნელი იყო, ვიწრო და ნაკვით სავსე. აქ ამ ადგილას სასიკვდილო აგონიას ებრძოდა დიდი ქართველი ოსტატი, თბილისის გენიალური მხატვარი, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა, აღდგომა ღამეს. ფიოსმანი დამარხულია უპატრონო მკვდართა შორის, კუკიას წმინდა ნინოს სასაფლაოზე, თუმცა მისი საფლავი დღემდე უცნობი და დაუდგენელია.